წარმოიდგინე, რომ საავადმყოფოში შედიხარ ფოთვის გამო და გამოდიხარ ისე, რომ საკუთარ შვილებს ვეღარ ცნობ. ეს ნამდვილი ისტორია იქცა ბევრი პაციენტისთვის. ალან მემორიალ ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა დოქტორი ევენ კამერონი. 1957-დან 1964 წლამდე კამერონი ხელმძღვანელობდა MK Ultras ქვეპროექტ 68-ს. პროექტი ფარულად ფინანსდებოდა CIA-ის მიერ, თუმცა თანხები გადიოდა ყალბი ორგანიზაციის ადამიანთა ეკოლოგიის კვლევის საზოგადოების მეშვეობით. კამერონს სჯეროდა, რომ ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა შეიძლებოდა მოგონებების წაშლით და გონების ხელახლა ჩამოყალიბებით. მისი მეთოდები უკიდურესად სასტიკი იყო. ისინი პაციენტებს ნარკოტიკებით ხელოვნურ კომაში აკდებდნენ კვირების განმავლობაში, ერთ შემთხვევაში კი თითქმის 3 თვის მანძილზე. ამ დროს მათ გაუჩერებლად ასმენინებდნენ ჩაწერილ შეტყობინებებს, პროცესს ფსიქიკურ მართვას უწოდებდნენ. Repeatedly 250,000 and 500,000 times. ამ ყველაფერს ემატებოდა ელექტროშოკის თერაპია, რომელიც ნორმალურ დოზაზე 30-40 ჯერ ძლიერი იყო. ბევრი პაციენტი, ვინც საავადმყოფოში შედიოდა მსუბუქი პრობლემებით, მაგალითად მშობიარობის შემდგომი დეპრესიით, ანდაცრფოთვით, ძიმე და მუდმივი ტვინის დაზიანებებით გამოდიოდა. ზოგიერთმა ვეღარ იცნო ოჯახის წევრები და ვეღარ ასრულებდა ყოველდღიურ ელემენტარულ მოქმედებებს. კამერონმა არ იცოდა, რომ მისი კვლევები CIA-ის მიერ ფინანსდებოდა. 7 წლის განმავლობაში მან მიიღო $69,000, რაც დღევანდელი ღირებულებით დაახლოებით $767,000 შეადგენს. მოგვიანებით მსხვერპლთა იმ რაოდენობამ, რომლებიც გადაჭრნენ და მათმა ოჯახებმა, ვინც ვერ გადაჭრნენ, CIA-ისგან $100,000 ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. გამოიწერე არხი. იცოდით, რომ MK Ultramდე არსებობდა სხვა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საშიში პროგრამა, პროექტი Artichoke. ის 1951 წელს დაიწყო და CIA-ის პირველი სისტემური მცდელობა იყო ადამიანის გონებაზე კონტროლის მოსაპოვებლად. აი მაგალითად, რომ შევადაროთ, თუ MK Ultra უფრო ქცევის შეცვლაზე იყო ორიენტირებული, Artichoke-ის მთავარი მიზანი დაკითხვები იყო. პროგრამა ცდილობდა ეჭვმიტანელი საბჭოთა აგენტებისგან ინფორმაციის მიღებას ნებისმიერი მეთოდით. გასაჯაროებული დოკუმენტები აჩვენებს შემზარავ მიზანს. შეექმნათ დაკითხვის ისეთი ტექნიკა, რომელსაც ვერავინ გაუძლებდა. მკვლევრები ცდილობდნენ LSD-ის, ჰიპნოზს და ეგრეთ წოდებულ სპეციალურ დაკითხვის მეთოდებს. ერთ 1952 წლის ჩანაწერში პირდაპირ ვკითხულობთ, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანის იძულება თავისი ნების საწინააღმდეგოდ ემოქმედა ან საერთოდ დავიწყებოდა, რომ დაკითხვაზე იყო. ექსპერიმენტი ტარდებოდა ეჭვმიტანელ ორმაგ აგენტებზე, პატიმრებზე და ზოგ შემთხვევაში თვით CIA-ის თანამშრომლებსაც კი. ისინი იყენებდნენ ნატრიუმის პენტოთალს, ეგრეთ წოდებულ სიმართლის შრატს. ჰიპნოზურ ზემოქმედებასთან ერთად ზოგიერთ ადამიანს დაკითხვამდე კვირების განმავლობაში სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ. 1953 წელს პროექტი Artichoke ოფიციალურად შეუერთდა MK Ultras. პროცესს CIA-იმ გონების კონტროლის კვლევები გაერთიანა. ამ პროგრამაში შემუშავებული მეთოდები გახდა საფუძველი იმ საკამათო დაკითხვების პრაქტიკებისა, რომლებიც ათწლეულების შემდეგ გამოიყენეს გვანტანამოს ყურეში და აბუ გრეიბში. ეს არ იყო თვითნებური და დაუმორჩილებელი ოპერაციები. ისინი CIA-ის უმაღლეს დონეზე იყო დამტკიცებული. ეს წინადადება შეიძლება ხმრობას გავს, მაგრამ სინამდვილეა. CIA-მ დაახლოებით $20 მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ კატა მოძრავ სათვალთვალო მოწყობილობად ექცია. პროექტი Acoustic Kitty მიმდინარეობდა 1961 წლიდან 1967 წლამდე, ცივიონის პარანოის პიკზე. იდეა ერთ შეხედვით ლოგიკური ჩანდა. კატები თავისუფლად გადაადგილდებიან საელჩოებსა და საჯარო სივრცეებში ისე, რომ ეჭვს არ იწვევენ. თუ კატას მოსასმენი მოწყობილობა იქნებოდა, იდეალური ჯაშუში გამოვიდოდა. რეალიზაცია კი პირდაპირ საშინელებათა ფილმიდან იყო. CIA-ის ქირურგებმა კატას მიკროფონი ყურის არხში ჩაუნერგეს, ხოლო რადიო გადამცემი თავის ქალის ქვედა ნაწილთან. თხელი ანტენა კუდში გაატარეს, დამატებითი სადენები კი ტვინამდე მიიყვანეს. ტვინში ჩასმული სადენების მიზანი იყო ბუნებრივი ინსტინქტების ჩახშობა. შემშელისა და გამრავლების სურვილის, რათა კატას მისია არ მიეტოვებინა. მხოლოდ ქირურგიული მეთოდის დახვეწას წლები დასჭირდა. ტექნიკა უნდა ყოფილიყო საკმარისად მსუბუქი, რომ მოძრაობაზე არ ემოქმედა და ამავე დროს საკმარისად ძლიერი, რომ ხმა გადაეცა. ყოფილმა CIA-ის ოფიცერმა ვიქტორ მაშეტიმ მოგვიანებით ეს პროექტი უჩხულობად მოიხსენია. 5 წლიანი მუშაობისა და მილიონობით გადასახადის გადამხდელთა ფულის დახარჯვის შემდეგ Acoustic Kitty საბოლოოდ მზად იყო ტესტისთვის. შედეგი კი ის იყო, რომ კატებს ეროვნული უსაფრთხოება არ აინტერესებდა.
წარმოიდგინე ასეთი სცენა. CIA-ის ფურგონი გაჩერებულია ვაშინგტონში, საბჭოთა საელჩოს მახლობლად. შიგნით აგენტები დიდი სიზუსტით აკვირდებიან მოსასმენ აპარატურას. გარეთ პარკის სკამზე ორი მამაკაცი მშვიდად საუბრობს. აგენტები უშვებენ თავიანთ საიდუმლო იარაღს, კატას, რომელსაც თავში მიკროფონი აქვს ჩასმული. მისია მარტივია, კატა უნდა მივიდეს სკამთან, დაჯდეს ახლოს და საუბარი გადასცეს. მაგრამ არსებობდა ერთი კრიტიკული პრობლემა, რომელიც CIA-მ ვერ გაითვალისწინა. კაცები ძაღლებივით ვერისვრთნებიან. თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა სწავლა და ქცევის შეცვლის მცდელობები, მაგრამ კატა მაინც არ ემორჩილებოდა ბრძანებებს. საიმედოდ. პირველი რეალური საველე ტესტი დაახლოებით 9 წამს გაგრძელდა. ვიქტორ მარკეტის თქმით, კატა ფურგონიდან გაუშვეს. ქუჩა გადაკვეთა და მაშინა ტაქსმა გაიტანა. ადგილზე დაიღუპა. წლების მუშაობა, მილიონობით დოლარი და ურთულესი ქირურგიული ოპერაციები ყველაფერი ტაქსის მანქანამ დაასრულა. 1967 წლის გასაიდუმლოებული მემორანდუმი ცდილობდა ამ მარცხისთვის პოზიტიური შეფერილობა მიეცა და პროექტი მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევად შეაფასა. თითქოს ეს ამტკიცებდა, რომ კატებს მოკლე მანძილზე გადაადგილება შეიძლებოდა ესწავლათ. დასკვნა ასე ჟღერდა. გარემო პირობები ამ ტექნიკას სადაზვე რომ მიზნებისთვის უვარგის ხდიდა. არაოფიციალური თარგმანი კი ასეთია: კატები აკეთებენ იმას, რაც თვითონ უნდათ. თუ ჯაშუში კატები აბსურდულად გეჩვენება, ამაზე რა სიტყვი? გამიგაძემ ტრედი. მეორე მსოფლიო ომის დროს ცნობილმა ფსიქოლოგმა B.P. სკინერმა აშშ-ის სამხედროები დაარწმუნა დაიფინანსებინათ უცნაური იდეა ბომბების მართვა გაწვრთნილი მტრედების დახმარებით. ეს პროექტი ისტორიაში შევიდა სახელით Project Pigeon. სკინერის აზროვნება საკმაოდ გონივრული იყო. მტრედებს ძალიან კარგი მხედველობა აქვთ და მათი გაწვრთნა შესაძლებელია განმეორებითი სწავლის გზით. მათ შექმნა სისტემა, სადაც მტრედები რაკეტის ცხვირში ისხდნენ, მათ წინ ეკრანზე გამოჩნდებოდა სამიზნე, როცა რაკეტა კურსიდან გადაუხვევდა, მტრედი ეკრანს კენკავდა, ხოლო ეს მოძრაობა ავტომატურად ასწორებდა რაკეტის მიმართულებას. რაც ყველაზე გასაკვირია, სისტემა მუშაობდა. მტრედები წარმატებით სწავლობდნენ სამიზნეების ამოცნობას, მათ შორის ზღვაში მოძრავი გემების. ისინი ერთმანეთისგანაც კი არჩევდნენ სხვადასხვა ტიპის ხომალდებს, საკმაოდ მაღალი სიზუსტით. საცდელი ტესტები წარმატებული იყო, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელებს ერთი რამ არ ასვენებდათ. მილიონიანი რაკეტის მართვა ფრინველების დახმარებით ძალიან აბსურდულად გამოიყურებოდა. საბოლოოდ პროექტი შეწყვიტეს და უპირატესობა ელექტრონულ მართვის სისტემებს მიანიჭეს. მიუხედავად ამისა, სკინერის შრომა სრულად არ დაკარგულა. მისმა კვლევებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქცევის ფსიქოლოგიის შემდგომ განვითარებაზე. პროექტი მოკლედ აღადგინეს 1960-იან წლებში სახელით Project Orcon, მაგრამ საბოლოოდ სამუდამოდ დახურეს.